საქართველოს მოსწავლეების წარმატება ევროპის პირველ მათემატიკურ ოლიმპიადაზე 23-29 აპრილს გამართულ კონკურსში საქართველოს გუნდმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორი მონაწილე კი წარმატებული გამოსვლის სიგელით დაჯილდოვდა. ოქროს მედლის მფლობელი კომაროვის სკოლის მოსწავლე სანდრო ჟღენტია. ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდა. სტრესული იყო პირველ რიგში, ორი დღე იყო 30-ნახევრიანი წერა და სკოლაში მიღებული გამოცდილება დამხმარე. ოლიმპიადებზე დიდი ხანია რაც გავდივარ, პირველად მე-3 კლასში გავედი. ამ ოლიმპიადაზე ავიღე ვერცხლის медали და შესამეხმარა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება. რამოდენიმე ოლიმპიადაში მიმიღია მონაწილეობა რამოდენიმე საერთაშორისო ოლიმპიადაში და ამ ოლიმპიადაზე როდესაც მოვდიოდი, ველოდებოდი რომ კარგი შედეგი უნდა დამედო. ვთვლი რომ ვერცხლის медალი საკმაოდ კარგი შედეგია. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ოლიმპიადა იყო. თითოეულ დღეს იყო 4 ამოცანა და სამუშაოდ ჰქონდა 4 საათნახევარი. და ვფიქრობ საკმაოდ რთული ამოცანები იყო, მაგრამ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილება, რომლებიც გაკვეთილებზე სკოლაში ან თუნდაც ჩვენს მსმენელთან ლუკა მაჯარაშვილთან შევიძინეთ, ძალიან დაგვეხმარა და ვფიქრობ ეს იყო მიზეზი, რატომაც დავდეთ ასეთი კარგი შედეგი. ჩვენ რო ნახოთ მართლაც რა სირთულის ამოცანები შეეჭიდნენ, ნამდვილად მიხდებოდით, რომ ესენი მომავალი მეცნიერები არიან და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ამ ტიპის ახალგაზრდები და ესენი მარტონი არ არიან ამათირგლი ლეგიონი არის კიდე ამ სკოლებში, რომ რაც შეიძლება წარმატებული და რეალიზირებული იყვნენ ჩვენ ქვეყანაში. ოლიმპიადაზე 21 ქვეყნის 23 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი 2 ტურად ჩატარდა. მოსწავლეებს დაევალათ ამოეხსნათ ამოცანები ალგებრიდან, გეომეტრიიდან, კომბინატორიკიდან და რიცხვთა თეორიიდან. საქართველოს გუნდმა ჯამურად მე-5 ადგილი დაიკავა და ოდნავ ჩამორჩა საპრიზო სამეულს, რაც კომაროვის სკოლის დირექტორის განცხადებით მნიშვნელოვანი მიღწევაა. წარმოდგენილი იყო გუნდში 5 კომაროვის სკოლის მოსწავლე, საიდანაც 1 ოქროს და 3 ვერცხლის медали აიღო. ჩვენი მოსწავლეებით ყოველთვის ვამაყობთ და ეს გამორჩეული შედეგი არის, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი არის ასეთი ტიპის ტურნირებზე ჩვენი სკოლის. მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადები 1959 წლიდან ტარდება. საქართველოს მათში 1993 წლიდან მონაწილეობს. საქართველოს წელს ოლიმპიადაზე განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ჩაერთო. მინისტრმა მონაწილეებს მათემატიკურ ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა. საქართველოში მათემატიკის ცოდნა და სწავლება და განვითარება ასეთ მაღალ დონეზე დგას და ეს არის დამატებით ნიმუშის მიმცემი და მაგალითის მიმცემი მომავალი თაობებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურება იმისა, თუ რაოდენ მაღალ დონეზე ხდება სასწავლო პროცესის წარმოება კონკრეტული პროფილური სასწავლებლების მიერ. მათემატიკის ოლიმპიადები მომავალშიც გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით წელს ასევე მათემატიკის 67 საერთაშორისო ოლიმპიადა ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრები მიიღებს.